ბატონ მიხეილ სააკაშვილს ეჩქარებოდა, რომ 26 მაისის დილას გაემართა ამავე ადგილას დამოუკიდებლობის აღსანიშნავი ღონისძიება და გადაწყვიტა, რომ მშვიდობიანი მანიფესტანტები დაერბია და ასე გამოეთავისუფლებინა რუსთაველის გამზირი. ამ დროს თქვენ რუსთაველის გამზირზე იმყოფებოდით ოჯახთან ერთად. დიახ. აი რომ გითხრათ დეტალები, რა არის მერე და როგორ მოხდა? ესე იგი, ჩემმა მეუღლემ გამოგვიტანა ჩვენ ტანსაცმელი გამოსაცვლელი, მაგრამ ეს იყო სადღაც 9 საათი წვიმა დაიწყო და მაგრამ უკან გასვლა უკვე იყო საშიში, იმიტომ რომ უკვე ვიცოდით, რომ უკან გასვლის დროს შეურაცხყოფის, ფიზიკური შეურაცხყოფის გარეშე არავის არ უშევდნენ. ეს იყო მთლიანად გადაკეტილი მოედანი, ეს ჩიტაძის ქუჩა იქნებოდა, რუსთაველის ორივე მხარე იქნებოდა, ხო, ეს იყო ოპერაცია ყულფი, რომელიც, ესე იგი, იმ სულძაღლიანმა როდიონოვმაც კი, ხომ, რაღაც ნაწილი გზა დაგვიტოვა გასაქცევი 9 აპრილს 1999. მერაბიშვილმა არ დაგვიტოვა. ერთი აი არსად გასაქცევის საშუალება არ იყო. უნდა ყველა ამ ხორცსაკებ მანქანაში უნდა მოყოლილიყო და დაზიანების გარეშე როგორც მას ბრძანება ჰქონდა, არავინ გასცა, არავინ არ უნდა ყოფილიყო და რაც შესრულდა კიდევაც. კიდევ ვიმეორებ, მე უგონოდ შემიტანეს საავადმყოფოში იმ ღამის შემდეგ, ხოლო გიორგი და ლევანი აწამეს უღმერთოდ პოლიციის სამმართველოში რომ მიიყვანეს ლევანი, ყოველ სართულზე ასვლის წინ გადასცემდნენ ესტაფეტით, რომ ეს ოგბაიძის შვილიაო. და ეს ასე თქვათ, რომ ყველა ვისაც არ ეზარებოდა თითოს უმატებდა. და გიორგი მარნეულში ვიპოვეთ, მოგვიანებით მარნეულის წინასადაკავების იზოლატორში ცა არ უნახავთ, არავითარი გასეირნება და რაღაც ეგიჯი და გვარები მახსოვს ვისთან ერთად. თქვენ მოხვდით საავადმყოფოში, რის შედეგად გირტყეს, ვინ გირტყათ? ძნელია გავიხსენო, იმიტომ რომ ნიღბიანი ადამიანები იყვნენ და ნუ ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ კიდევ ვამბობ, რომ ეს ფოტოები, რომელიც ავდალაძემ და იმ ცნობილმა ჩვენმა ფოტოგრაფებმა, რის გამოც დაიჭირეს მე და რომ არა ეს ფოტოები ჩვენ ისე ჩამოგწერდნენ, როგორც აი დაგიბარებია ესე რა. და ძალიან ცუდი ფოტოებია, სისხლიანი ფოტოებია, ჩემი და ჩემი შვილების და ნუ რამდენი როდესაც ხელები უკან შემიკრეს და მე და ლევანი დაგვაცილეს ერთმანეთს, უკნიდან ვიღაცა მიცნო და რა ქვიან კეფაში ნუ ალბათ ორი დარტყმა და მე უკვე აღარაფერი აღარ მახსოვს, სანამ საავადმყოფოში არ მიმიყვანეს. ის კი მოკვდა, დაიბრიდა მაპატია სლენგისათვის ვიღაცა ყვირო და რაღაცა ეს გახსოვთ რომ ვიღაც ყვიროდა რომ მოკვდაო. კი. გიცნოთ იმ გაგებით რომ არასასურველი ცნობა პერსონალი მიცნო პერსონალურად გვადა. ეს ის არის ოგბაიძე და ნუ მოკლედ გადმოვიდა. ამ გაგებით გიცნოთ რა თქმა უნდა და არა ისე თქვათ და ზურგში კეფაში ორჯერ მოკვდა. კეფაში და აქ გზარული ქონა იდაყვის. ხელები ქონა უკან შეკრული და უკან რატომღაც უკან შეგვიკრეს ხელები. რითი ქონდა ჩეკრული? აი პლასმასის საზოგადოება ახალგაზრდებმა რო იცოდნენ. დიახ. რომლის გახსნის ყველა ამას ამბობს, რომ არავითარი შანსი კი არა, რომ იხსნიდნენ, ეს მე აქ შრამი დამჩა ხელზე. ესე იგი, როდესაც სასწრაფოში უნდა შევეყვანოთ ეს ბუნდონად, ეს ჯერ ისევ რომ თლათ არ დამიკარგავს გონება და ბრტყელტუჩათი ეცადნენ ამის ვერ გახსნიდნენ ამას და ხელიც მიაყოლეს, ჩემი კარიც მიაყოლეს და ამის შემდგომ შეძლეს ჩემი უკვე ნორმალურ მდგომარეობაში საკაცეზე, ნუ ლოგიკურად ვამბობ, უკვე აღარ მახსოვს და გონებაზე მოვედი უკვე საოპერაციო. გრძნობის დონეზე ხომ არ გახსოვთ, ხომ არ შეგიძლიათ ივარაუდოთ, რისგან გამოწვეული დარტყმები იყო ეს კეფაში და ხელკეტი ეს იყო ხელკეტით დარტყმისგან გამოწვეული. და გაიგონეთ შეძახილი რომ მოკვდა ეს პერსონალურად მე მომართავდნენ ოგბაიძე და
ესე იგი ეს არის რომელი ადგილი იცით მუზეუმის წინ დამიჭირეს, ოდესაც ჩვენ ვართ გაგუდულები ამ გაზით, თან წვიმა იყო და ვარც ნიავდებოდა და მივყავარ საკრებულოს შენობისკენ, სადღაც აი შუა გზაზე, მეტრო რუსთაველის მიმდებარე ტერიტორიაზე და აი იქ არის სპეცმანქანები, თქვენ ხართ შეებოდა და აი იმ მანქანებზე მსხდომა ყოჩაღმა ბიჭებმა მიცნეს და აი იქ დაიწყო უკვე ამ დერეფანში გატარება 4 თუ 5 ადამიანი მირთყოდა. დერეფანში გაგატარეს. ხელკეტების დერეფანში. ხელკეტების ერდროულად და ნუ ის ორი იყო რომელიც რისი ოპერაცია დაგჭირდათ ბატონო შალვა? ესე იგი განახეთ კიჭილობის გატერვა, ხელზე ლანგეტი და ნუ ტვინის შერყევა დაჟეჟილობით. ტვინის დაჟეჟილობით. საკმაოდ ძიმე ის. თქვენი ვაჟების და მე 2-3 დღის მერე ბარემ ამ ფრაგმენტს რომ მოვჩეთ რაღაც მანქანებით ჩემთან მოვიდა დიმიტრი ლორდკიფანიძე, იყო დათო ლორდკიფანიძე და იყო გვანცა ყופარაძის მამა ალეკო ყופარაძე და არ ვიცი გარეთ რა ჩაატარა ასე ვთქვათ დიმიტრი ლორდკიფანიძე, მაგრამ სასწრაფოდ გადამაფარეს ზეწარი და გამომაპარეს ეს არ ვიცი დაბნეულობით ისარგებლეს თუ რა იყო და მე გადამსვეს სასწრაფო დახმარებიდან გააჩერეს შუაგზაზე, გადამსვეს მე სხვა მანქანაში და იმ მანქანით მე მივედი სახლში და სახლიდან კიდევ შევიცვალე ადგილი, ხო რა თქმა უნდა ტელეფონი, პირადი ნივთები, რაც ჯიბეში მქონდა ეს ყველაფერი ჩავამართვეს და დღესაც